სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. დღეს რომ მოვდიოდი წირვაზე გზაში ვფიქრობდი გულში ჩვენი წინაპარი ქართველი კაცი როდესაც მიდიოდა აღზევანში მარილზე გალობდა ხო აღზევანს მივალ მარილზე ღეროდა ურმურს ძალიან სევდიანი იყო იმიტომ რომ დიდი ხანი თვეობით მიდიოდა ის ოჯახიდან და დაბრუნდებოდა თუ არა ეგეც არ იცოდა. როცა ვენახში მუშაობდა შენ ხარ ვენახის საგალობელს გალობდა. როცა ყანაში მუშაობდა გალობდა დამავიწყდა. როდესაც ხო უამრავი აი შემახსენამ გალობელმა უამრავი საგალობლები არსებობდა. როცა რკინას კვეთავდა, იქაც მოგეხსენებათ რომ არკვეულ საგალობელს გალობდა. როცა იყო ქორწილი, ბედნიერი დღე, მრავალჟამიერს გალობდა. როცა იყო სამწუხარო ანაშვიძე საგალობლები, უამრავი რამე. თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ, როდესაც წირვაზე მოდიოდა ადამიანი, რას გალობდა? ან რას შეიძლება რომ ეგალობა, ხო? ჩვენ ახლა თანამედროვე რეალობაში ნახევარი საათი ხო მაინც გვინდა რომ წირვაზე მოვიდეთ. 15 წუთი მაინც 1 საათი ზოგს. აი რას გალობთ გულში, რაზე ფიქრობთ, თუ გიფიქრიათ ამაზე? მე ვფიქრობ რომ უფალო შემიწყალე, უფალო იესო, ძეოღვთისაო შემიწყალე მეცოდვილი, გამახსენე უფალო ჩემი ცოდვები. ის კი არა რომ ვინ არის ჩემზე გაბრაზებული, არა მე ვის რა ვაწყენინე. ვინ შეიძლება იყოს ახლა ჩემზე გაბრაზებული? მე რა რომ ღდელი ვარ, დეკანოზი ვარ, წინამძღვარი ვარ. შეიძლება ჩემ დაუნებურად ვიღაცას გული ვატკინე, ვიღაცებს გული ვატკინე, ვიღაცები შეიძლება განმიკითხავენ, ჭორაობენ, ცუდად მიხსენიებენ. ამიტომ მოდი ღმერთო გამაძლიერე რომ მიტევება შევძლო, არ გავბოროტდე, რისხანებაში არ ჩავვარდე, იმიტომ რომ მე დავზიანდები ამით. ოდესაც თქვენ ვინმეზე გაბრაზებული ბრძანდებით და განიკითხავ და უდიერად მოიხსენიებთ, თქვენი სულია ძალიან მწუხარე მდგომარეობაში. ამიტომ, ოდესაც მოდიხართ წირვაზე, იფიქრეთ კვირის განმავლობაში, ან 2 კვირის განმავლობაში, ან მთელი თვის განმავლობაში, სამსახურში, ოჯახში, ტაძარში, ან საერთოდ სადაც გიწევთ მოღვაწეობა, ვინმეს გული ხო არ ატკინეთ. ვინმე ხო არ არის თქვენზე გაბრაზებული, ვინმე ხო არ არის თქვენზე ნაწყენი. სანდრო რო შემოვიდა ჩვენი დოლიძე სტიქაროსანი, გადამეხვია და მითხრა მამაო მომენატრეო. და თელი წირვა სიხარულით აღვასრულე. აი ეს ერთმანეთი მოიკითხეთ ხოლმე ჩემო ძვირფასებო. ვინც იცი რომ შენზე ცუდს ლაპარაკობს, მიდი და ჩაეხუტე და უთხარე ძალიან მიყვარხარ. აპატიე თუ შეიძლება ეგეც არ უთხრა, შეიძლება დაბკოლდეს რომ არაფერი რა აზე. მე წირვას რო ვიწყებ, კვეთა არის პირველი, მოგეხსენებათ პროსკომედია, პირველ რიგში იცოდეთ, არა ოჯახის წევრებს და არა ახლობლებს, რომ ვიცი ვინც არის ჩემზე გაბრაზებული, იმ ადამიანებით ვიწყებ მე კვეთას. პირდაპირ გელაპარაკებით არ მინდა ეხლა ყეკლუცობა და რაღაცებს არ ვიგონებ. მართლა ასე ვაკეთებ. ეს არის მცდელობა, რომ დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება. ღმერთი რო ხედავს, რომ შენ გინდა იმ ადამიანებთან შერიგება და არა გძულს, ვინც დარწმუნებული ხარო, შენზე ცუდს ლაპარაკობს, ან გაბუტყულია მოკლედ და ვერ გიტანს. აი იმ ადამიანებზე ილოცეთ. ოღონდ ისე კი არა გაკვირით, რომ აი მე არა, აი თელი სულით და გულით როგორც დედაზე, როგორც მამაზე, როგორც საკუთარ შვილებზე, დედმამიშვილებზე, იმ ადამიანებზე ისე ილოცეთ. გულში მიუტევეთ და აუცილებლად ჩვენ დავიწყებთ ეკლესიურ ცხოვრებას. დაუკვირდით კარგად დღევანდელ
და მერე ვიწყებთ მარხვისთვის ისევ მზადებას, ხო? წელს ძალიან მალე იწყება. ერთი კვირის გამოტოვებით უკვე იქნება მეზორე და ფარისევლის კვირა. იესო ქრისტე ნათლისღების შემდეგ ასე წერია, თანამედროვე ენაზე გეტყვით, იმიტომ რომ თანამედროვე ენაზე ვსაუბრობთ და ვაზროვნებთ ჩვენ. იესო ქრისტე, როდესაც ნათელს იღებს და ამოდის იორდანედან, გაისმება ხმა ზეციდან, ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიმე სათნო ყავ, მაგისი ისმინეთ. ეს სიტყვები მოისმინა იმ ხალხმა, ვინც ყველას არ მოусმენია, იქ ვინც მომავალი მოციქულები იყვნენ და მოისმინა არაწმინდა სულმა. კარგად დაუკვირდით. ღმერთმა უწყის ყველაფერი, მაგრამ ეშმაკმა ყველაფერი არის. ეგნატე ანტიოქიელი ასეთ რამეს ბრძანებს. ეს არის იოანე ღვთისმეტყველის სულიერი შვილი, მოციქულებრივი მამა თეოფოროს. სწორი განმარტება არის ღმერთის მატარებელი და არა ღმერთშემოსილი. იცნობთ ასე როგორც ღმერთშემოსილი, მაგრამ რთულია ამისი დატევა, როგორ ხა ღმერთის შემოსვა ცოტა რთულია. ღმერთმა შეიძლება ღვთისმშობელმა დაიტიოს, მაგრამ ჩვენ ღმერთის შემოსილი ვერ ვიქნებით ადამიანები, მაგრამ ღმერთის მატარებელი კი უნდა იყო შენი ცხოვრების წესით. სამი რამ დაემალაო ეშმაკს, ამბობს ეგნატე ანტიოქიელი. პირველი, ქალწულება მარიამისი, ის ჩასაფრებული იყო ყველა ქალწულთან, რომელი ქალწული შობს მესიას. ამიტომ იოსები დაადგინა ძველმა აღთქმამ, როგორც გარკვეული ნიღაბი, რომ ეშმაკი არ დაეჭვებული იყო მარიამის, ასე ვთქვათ, ქალწულებაში და ფეხმძიმობაში. შობა იესო ქრისტესი დაუმალა ღმერთმა ეშმაკს და ამიტომ 14,000 ყრმა, იმიტომ იქნა მოწყვეტილი, რომ არიციან რომელია და ჯვარცმა იესო ქრისტესი. იესო ქრისტეს ჯვარცმა დაემალა ეშმაკს, ეშმაკმა არიცის ვის აცმევს ჯვარს, ვინ გაყიდეს, ვის უღალატეს, ვისი შეშურდათ და ეშმაკმა არიცის ვინ ჩადის ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთის პრინციპი არის ასეთი, ყველას იღებს, იქიდან არავის არ უშვებს. აღახვენით ბჭენი თქვენი მთავარნო, აღახვენით ბჭენი საუკუნენი. ეს რას ნიშნავს? დახშულია ყველაფერი და ჯოჯოხეთი იღებს ბრძანებას, რომ შემოდის მეუფე. ვინ მეუფე, რა მეუფე? ესეთი რამე არ ესმის ჯოჯოხეთს, იღება კარებით, ჩადის იესო ქრისტე და ამოყავს იქიდან იმ ადამიანთა სულები, ვინც მას ელოდებიან. ძალიან საინტერესოა და რატო ვაკეთებ ამ ხელა შესავალს? თქვენ რომ იცოდეთ, რომ ეშმაკმა ყველაფერი არ იცის. ჩვენზე მეტი იცის, მაგრამ შეიძლება რაღაცები ჩვენზე მეტი არ იცოდეს. იცის წმინდა წერილი, იცის მამათა კომენტარები, ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, გამოცხადება, ყველაფერი იცის, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ სულ ბოლომდე არ იცის. უყურეთ, ადამიანის შესახებ არავინ არ იცის, გარდა ადამიანის სულისა. და ღმერთის შესახებ არავინ არ იცის, გარდა ღმერთის სულისა, ანუ სულიწმინდისა. აი ამიტომ ემორჩილება იესო ქრისტე სული არის ეშმაკი და გაყვება უდაბნოში. რომ გამოიცადოს, ეს ძალიან საინტერესოა ჩემო ძვირფასებო, მისი ახლა წარმოიდგინეთ, როგორი თავხედი უნდა იყო და როგორი ბრიყვი. არიცი ბოლომდე ვინ არის, მაგრამ გაიგო, ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ეს არის ძე ღვთისა, ეს არის განკაცებული ღმერთი, ოღონდ ეჭვი ეპარება, ბოლომდე ვერ ხვდება და რას ეუბნება, თუ შენ ხარ ძე ღვთისა, თქვენს გეუბნევათ, ხშირად. შენ თუ ქრისტიანი ხარ, აბა ეს გააკეთე, აბა ის გააკეთე. ხო, გეცნობათ აქ სიტყვები, ხო, თქვენი თანამშრომლები, ოჯახის წევრები ამბობენ, მოითმინე რა, თუ შენ ქრისტიანი ხარ, მოითმინე, არ განიკითხო, არ იჭორაო, როცა დაგინახავენ დაცემულ მდგომარეობაში, მაშინვე მოგაძახებენ ხოლმე. აბა თუ შენ ქრისტიანი ხარ, ძალიან საინტერესო სიტყვებია და ყურში ყოველთვის გქონდეთ. თუ ძე ხარ ღვთისა, ქვები გადააქციე პურებად. უყურეთ, თქვენ გიჭირთ აღსარების თქმა და გახსოვდეთ ყოველთვის, რომ ჩვენი მთელი აღსარება სამ რამეზე უნდა დავამყაროთ. ეშმაკს აქვს სამი იარაღი. გონიათ, რომ კბილებამდეა შეიარაღებული, არ არის კბილებამდე შეიარაღებული. სულ სამი იარაღი აქვს მას მიცემული. პირველი ეს არის გემოთ მოყარეობა, ნაყროვანება, რაც ადამიანს დაემართა სამოთხეში. წარმოიდგინეთ, 99% ხილი რაც იყო გეჭმება, მაგრამ არა, აი ის მოეწონა ლამაზად
გამოიყურება აკრძალული ნაყოფი და უნდა მისი დაგემოვნება. ამიტომ მომაკვდინებელი ცოდვების სიაში თავში დგას გემოთ მოყარეობა, ნაყროვანება. და დაინახა რომ იესო ქრისტემ 40 დღე და 40 ღამე იმარხულა, ჩვენსავით კი არ იმარხულა შემწარმოხრაგულებით და ვითომ სამარხოებით, არა. სრულად იმარხულა, ისე იმარხულა როგორც მოსემ, როგორც ელიამ, არც მეტი და არც ნაკლები, რომ ვინმეს არ ეფიქრა, რომ ეს ვიღაც სხვა ადამიანია მოსული ჩვენი ცხონებისთვის. რა არის ამაში ცუდი, რომ იესო ქრისტემ თავისი მოღვაწეობა დაიწყოს, რომ ქვები გადააქციოს პურებად, ხო ხალხი შეჭამს, გაბედნიერდებიან, წაიღებენ სახში, უფასო იქნება პური და ადამიანი დაკმაყოფილდება. როგორც კომუნისტების დროს იყო ძალიან იაფი ყველაფერი, ხალხი იყო ხორციელად ბედნიერი, არავის მამაოჩვენო არ უნდოდა პური არსობისა და იყო ხორციელი პარადი, ხორცის პარადი, იყო ბედნიერება, იყო სიძვა, იყო ქურდობა, ყაჩაღობა, მაგრამ ხალხი თავს გზნობდა ხორციელად ბედნიერად. იმიტომ რომ კომუნიზმმა ქვები გადააქცია პურებად, ყამირი აითვისა ბრეჟნევმა და სხვა ეგრეთ წოდებულ ლიდერებმა და ხალხი იყო კმაყოფილი. რამე თუ ეს ყველაფერი იყო გაყიდული სულის ფასად. იესო ქრისტე ეუბნეო. იცოდეთ რომ ეშმაკი ჩვენ გვესაუბრება წმინდა წერილიდან, ეს მეორე რჯულში წერია. და პასუხობს იესო ქრისტე, არა პურითა ერთითა ცხონდების კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. ანუ ჩვენთვის მთავარი პური არსობისა კი არ არის ხორციელ პურზეა საუბარი, არამედ ადამიანმა უნდა იცოცხლოს ღვთის სიტყვიდან გამომავალი ყოველი ბაგიდან გამომავალი ყოველი სიტყვით, ანუ სახარებით. ძალიან მალე დადგება დრო, რომ ანტიქრისტე მოვა ქვეყანაზე. ხლა არ მითხრათ როდის და როგორ იტყვიან მამაგრეგი უკვე დაანონსაო მეორედ მოსვლა და ის არა, ვიცით რომ მალე. ასე წერია, ხო? შვილებო, გაფრთხილდით უკანასკნელი ჟამია. პავლეს სიტყვები, პეტრეს სიტყვები, იოანეს სიტყვები. თუ ადამიანი იტყვის, რომ ძალიან გვიან იქნება, გალაღდება მონა, რომელიც არ ლოდება თავის ბატონს, ხო? აი ატომ კარგად დაფიქრდით რა. რომ აგროვებ ქონებას, ერთი სახლი, ორი სახლი, სამი სახლი, ერთი მანქანა, ორი მანქანა, სამი მანქანა, 5 ვარსკვლავიან სასტუმრო სახლში რო ცხოვრობ, გეტყვიან ეხლა გავდივართ, დამთავრდა შენი სიცოცხლე, დამთავრდა, გავდივართ. როგორ და ასე, რო ჩავალაგო არა, არ დაგჭირდება ეგ ყველაფერი, შენ ეხლა აქ დააგროვ, იქ არ დაგჭირდება. არაფერში არ დაგჭირდება. აბა რა გავაკეთო? გაეცი. მოწყალება გააკეთე. ადამიანი გიყვარდეს, არ იყო შურიანი, არ იყო ბოროტი, არ იყო უსინდისო და შურიანი. აი რა უნდა გააკეთო. როდესაც საკვებს იღებ, დაფიქრდი კარგად, შენს მეზობლად ვინმეს ხომ არ შეა ეხლა. შენმა მეუღლემ რო გემრიელი ღვეზელები გამოაცხო და ხაჭაპურები გამოაცხო, ან ღომი, ან ხინკალი. დადე რა თეფშზე რამოდენიმე და გადაუგზავნე. შენს მეზობლად, რომ იცი რომ სახში მას არაფერი არ აქვს. აუცილებლად ამით დავამარცხებ ჩვენ ნაყროვანებას და გემოთ მოყარეობას. ყველაზე ძალიან რო გიყვარს გარკვეული საკვები და იმას არ შეჭამ ქრისტეს გულისთვის. აი ეგ არის მარხვა. აი ეგ არის მარხვა რომ შენ სულს არ გაყიდი საკვებზე. პირდაპირ ამბობენ, ხო, წინ დაგიდებენ ჯვარს და პურს და გეტყვიან, აირჩიე რომელი გინდა პური თუ ჯვარი. ძალიან ბევრი აირჩევს პურს. იცით რატო? იმიტომ რომ გემოთ მოყარეობის და ნაყროვანების ცოდვაში იქნება უკვე ღრმად ჩაფლული. იოანეს სინელი კიბის ამხწერელი ამბობს, რომ მე არ მინახი ადამიანიო, ვინც კუჭზეო დადგა მაღლა, ვინც კუჭს მოერიაო. წმინდა ილია მართალი, ლუასაბ თათქარიძე, ჩემო ძვირფასებო. ლუასაბ თათქარიძე. მე ერთგან თქვი, რომ ილიამ ბევრი რამე საკუთარი ჩადომეთქი ლუარსაბში და საპატრიარქოში მიჩივლეს. მამა გიორგიმო ერთგანო იქა დაგაო, რომ ლუარსაბი არის ილიაო. და მოკლედ ერთი ამბავი ატყდა, მსგავსი რამე არ ყოფილა ჩემო კარგიო, მაგრამ მიუტანეს ამბავი საპატრიარქოში. ეს არის უმეცრების ბრალი. ანუ ილია თვითონ კარგად ილია ჭავჭავადეს წმინდა ილია მართას უყვარდა თვითონ კარგად მოლხენა. ამას ექვთიმე თაყაიშვილი, წმინდა ექვთიმე
დაყაიშვილი ამბობს, აღწერილი აქვს იქ მაგ საკითხული. ანუ რაღაცები, როგორც დოსტოევსკიმ, ილიამაც თავისი რაღაცები ჩადო იქ და დაგვანახა, რომ ადამიანის ბუნება მიდრეკილია აი ამ გემრიელი სასმუსნავის მიმართ, გესმით? იმიტომ იყო დიდი ილია და იმიტომ იყო დოსტოევსკი დიდი, რომ ის თავიანთ გარკვეული რაღაც გემოთ მოყარეობის რაღაცებს გადმოსცემდნენ ხოლმე. იმიტომ არის ლუარსაბი ქართველი კაცის სახე. აბა შენ თუ არ განიცადე რა არის გემოთ მოყარეობა, როგორ დაწერ იმას იქ, რას განიცდი და ლუარსაბი ჩიხითმა თუ ბოზბაში თუ თართი თუ ორაგული, ხო? ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ცნობილია და ვიღაცას თუ გონია რომ არ არის მისთვის ცნობილი, ძალიან ცდება. ძალიან ცდება. ანუ პირველი განსაცდელი, პირველი გამოცდა იესო ქრისტემ ჩააბარა ასე და უთხრა ეშმაკს, რომ არა პურითა ერთითა ცხონდების კაცი, არამედ ღვთისპირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. ჩაფიქრდა ეშმაკი, ეს რა მაგარი ვინმე ყოფილა. აბა ეხლა მეორე საცდური შევთავაზოთ, აიყვანა ტაძრის ქიმზე, ძალიან მაღალი ტაძარი იყო, სოლომონის ტაძარი და უთხრა, დაწერილია სახარებიდან, ბიბლიიდან ელაპარაკება, ფსალმუნებიდან, შენი თავი გადმოიგდე და ანგელოზები აგიტაცებენ. და არა წარცე ქვარსა ფერხი შენი. გეცნობათ ხო 90-ათე ფსალმუნი. ასაინტერესოა რა, როგორი კადნიერება გააჩნია ეშმაკს, რომ გელაპარაკება ფსალმუნებიდან, გელაპარაკება მეორე რჯულიდან. რა არის ამაზე ახლა უყურეთ, კარგად დაუკვირდით. რა იქნებოდა ამაში ცუდი, რომ როგორც კოპერფლიდი რო დაფრინავდა ამერიკაში, ხო, რომ ქრისტეც ესე გადმომხდარიყო, რა თქმა უნდა, დაბლა არ დაეცემოდა, ოღონდ ანგელოზები კი არ აიტაცებდნენ, თვითონ არ დაეცემოდა, იმიტომ რომ ღმერთია და არ გაუჭირდებოდა ფრენა, ხო? და ყველა ირწმუნებდა მაშინვე, რომ აი ნახე, მესია მოვიდა, ქვები გადააქცია პურება, დაფრინავს, არ უნდა ღმერთს შემოძვირფასებო ასეთი სპეცეფექტებით და სასწაულებით, რომ შემოვიდეს ჩვენში. პირდაპირ ითხოვენ, რომ რა სასწაულს გააკეთებ შენ ამას რომ აკეთებ? ხო დაარბია ხო სოლომონის ტაძარში რომ გამოაზევა მეკერმეები. რა სასწაულს გვიჩვენებ, რომ ვირწმუნოთ, რომ შენ ახარ მესია? პირდაპირ ითხოვენ ამას ფარისევლები და რას ამბობს ქრისტე? მემრუშე და ბოროტი მოდგმა ეძებს სასწაულებს, მაგრამ არ მიეცემათ გარდა იონასი, რომ 3 დღე იყო ვეშაპის მუცელში. და ჩვენს თანამედროვე ქრისტიანები სამწუხაროდ არ გეწყინოთ, ისეთ მოძღვრებთან, ისეთ დედაოებთან მიდიან, ვინც ეტყვის, როდის გათხოვდება მისი შვილი. ვინც ეტყვის მომავალს. ეს ხიბლია ჩემო ძვირფასებო, ეს ათელმხილველობა. ჩვენ გასაგებად გვითხრა ქრისტემ, რომ არავინ არ იცის დრო და ჟამი როდის მოვალბე. ამიტომ შენ იყავი მოწესრიგებული და ნუ ეძიებ, რომ აი ეხლა იმ მოძღვართან მივდივარ, რომელიც მეტყვის მე ეხლა მოკლედ რაღაც მომავალს რა. ეს არასწორი, ეს უკვე ხიბლია და დაიმახსოვრეთ, რომ მოძღვართან მივდივარ სულიერი ზრდისთვის, ცოდვების პატიებისთვის, რომ მე გავიგო, დავპურდე სულიერად და არა ის გათხოვდება, დაქორწილდება თუ არა ჩემი ხორციელი შვილი. ეს არასწორია. ამიტომ ქრისტემ მაშინვე უპასუხა, არ გამოსცადო უფალი შენი ღმერთი. აპატიეთ ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკეთა ეს და დაიღუპა. აი ესეთი პატერიკი არის აღწერილი რუსეთი, უკვე მეშინია რუსეთის ხსენება რაღაცაა დამაბრალონ. მოკლედ მონასტრიდან მონასტრში უნდა გადავიდეს ერთი მორჩილი, რომელიც საშინელ ხიბშია და უთხრეს, რომ იქ მდინარეები და ტბები იყინება. მალე ხო და უთხრეს, რომ ყინულიო ძალიან თხელიაო და არ ჩავარდეო. იმდენად მსუბუქი ვარო, რომ არ ჩავარდებიო. და მაშინვე ჩავარდა და ყვიროდა, მაგრამ ვინ დაეხმარებოდა იმ ტრამალებში, ხო? აი ამიტომ, როცა გეუბნებიან, რომ არ გინდა შიმშილი რა, საჭმელი ცოტა ჭამე, არ გამოსადო შენი ღმერთი და არ დასნეულდე რა. ძალიან რო ცივა, თბილა ჩაიცვი და ნუ გახვალ შიშველი და არა თქვა, რომ მე იცი უფალი დამიცავს და ან რომ მიდიხარ გადაჭარბებული სიჩქარე და გონია რომ ღმერთი დაგიცავს, არ არის ჩემო ძვირფასებო ეგრე რა. უგუნური არ უნდა იყო რა. რომ აწერია გზაზე რომ იარე 50-ით, იარე 50-ით რა, თორე განსაცდელში ჩავარდები და მე ვერ გიშველის კი არა, არ გიშველის ღმერთი რომ გითხრას რომ შვილო უგუნური ხარ შენ და ბრიყვი ხარ, ნუ გადმოხტები რა. კი წერია რომ ანგელოზები აგიტაცებენ, მაგრამ შენ რწმენა გააქვს იმ ხელა რომ ანგელოზებმა აგიტაცონ? არა გაქვს მაგ ხელა რწმენა და ამიტომ მოდი დაეშვი რა შვილო დაბლა რა.
დაბლა იარე, ნუ დაფრინავ რა. ნუ დაფრინავ, ჭიანჭველა არ ეცემა, იმიტომ რომ დაბლა დადის. ვინ ეცემიან? ფრინველები, ხო, ვინც დაფრინავენ. ამიტომ არ გვინდა უფლის გამოცდა, ძალიან ძვირი დაგვიჯდება ჩვენ. და უკვე გაბრაზდა ეშმაკი. ვინ არის ეს, რომ ეს ორი გამოცდა ჩააბარა, არ გადააქცია პური ქვა პურად, არ გადმოხტა. ეხლა უკვე ყველაზე მთავარი აჩვენა აი ამ სოფლის ქვეყნიერების ყველა სიმდიდრე, ყველა ქონა, აი წარმოვიდგინეთ, თუ კი ამე ფული არსებობს, ოქრო, ვერცხლი, რაც ბანკში დაგროვილია, აი ყველანაირი სილამაზე, ჩვენ რასაც ინტერნეტში ვხედავთ, ზოგს თვითონ გინახავთ, ხო? ულამაზესია. ზოგს გონია მარტო საქართველოა ლამაზი. არასწორია, ესაც ხიბლია ჩემო ძვირფასებო, რომ ყველაზე ლამაზი ქვეყანა არ არის, ყველაზე ლამაზი ქვეყანა. ყველაზე ლამაზი არის ჩვენი სული და არა ჩვენი ქვეყანა, დაიმახსოვრეთ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი დროებითია და იქნება ახალი ცა და ახალი დედამიწა. მოკლედ აჩვენა ყველაფერი, ჯერ როგორი თავხედია, რა უნდა აჩვენო შენ ღმერთს, ხო? ღმერთმა ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს. აი ამ ყველაფერს მოგცე მე შენ და თაყვანი მეცი მე. ჩვენ ცხოვრებაშიც ყოფილი ასეთი რამე სამსახურში განსაკუთრებით, ხო? მოდი ვიღაცა დააბიზღე, ვიღაცას რაღაცა ცუდი გაუკეთე და შენ დაგაწინაურებთ ციხეში, ითანამშრომლე, გაგიშვებთ. ესეთი რაღაცები ყოფილა, ხო? აი თუ გინდა რომ დაგაწინაურო, აბა როგორ? უნდა სახარება დაარღვიო. იესო ქრისტემ რა უთხრა? უფალს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას მსახურებდე და სხვას არავის. ეს რომ მოისმინა გაოგნებულმა ეშმაკა, განშორდა და მივიდნენ ანგელოზები, აში ჭირდება ღმერთს ანგელოზების მსახურება, მაგრამ აქ ჩვენთვის არის გასაგებად, რომ როგორც კი ეშმაკი განგეშორა, მოდიან ანგელოზები და გემსახურებიან. აი აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ახსარება ამის მერე აგეთ, რამდენად გემოთ მოყარეობაში ხარ, რამდენად დიდების მოყარეობაში ხარ და სასწაულებს ელოდები და რამდენად მთავრობის მოყარეობაში ხარ. დიდი ხანია განყოფილების გამგეხარ, მაგრამ გინდა კიდევ დეპარტამენტის თავმჯდომარეობა. ამდენხანია დეკანოზი ხარ და გინდა მეორე ჯვარი ჩამოკიდონ, ან ეპისკოპოსად გაკურთხონ, მოკლედ. ამდენი ხანია ექიმი ხარ და გინდა რომ მთავარი ექიმი გახდე. არ არის კარგი ჩემო ძვირფასებო ეს, არ არის კარგი. იმიტომ რომ რაცა გაქვს, იმასაც დაკარგავ ძალიან მალე, თუ დაინახე რომ შენი თანამშრომელი დააწინაურეს და შენი ძახი რომ სადაა თამა თვალები, კაცო? მე უნდა ყოფილიყავი იქ, მე უნდა ჩემი თავი უნდა დაეწინაურებინათ, ხელფასი ჩემთვის უნდა მოემატებინათ და არა იმ გაუნათლებელი ბრიყვისთვის და ასე შემდეგ. გემოთ მოყარეობა, დიდების მოყარეობა და მთავრობის მოყარეობა. ასე არის ეფრემ ასტურის ლოცვაში, ჩვენ მალე რომ დავიწყებთ მის წამოთქვას, ხო? სულ სამთავრობის მოყარეობისას ანუ მიმცე მე, ქალი რომელიც ოჯახში ცდილობს რომ ქმარზე აღზევდეს, თავრობის მოყარეობაშია და ის დაიღუპება. ყველა ქალი უბედურია, ვინც ცდილობს რომ ქმარზე მაღლა დააყენოს თავისი თავი. არ არის სწორი, არ არის კარგი ეს. იერარქია, ჩემო ძვირფასებო, ჩემი მოგონილი არ არის, იერარქია არის ზეცაში. რატოა იერარქია ზეცაში? იმიტომ რომ ერთადერთი უქმნელი არსება არის ღმერთი, ღმერთში სუბორდინაცია და იერარქია არ არსებობს. დანარჩენი ყველაფერი არის ქმნილი და რახან ქმნილია, ვინ გუშინ შეიქმნა, ვინ დღეს, ამის მიხედვით უკვე არის იერარქია. იერარქია არის დედამიწაზე, პატრიარქი, ეპისკოპოსები, საღვთელოება და მრევლი და ასე შემდეგ. ვინც ამას დაარღვევს, ის ადამიანი იქნება ნამდვილად უკვე ძალიან დიდ შეცდომაში. ეს არის წესი, ეს არის რიგი და ამ ყველაფერს სჭირდება გააზრება და ამ ყველაფერს სჭირდება ტვინში მოხარშვა. და თუ ჩვენ ამ ყველაფერს კარგად გავიაზრებთ, შობის მარხვა, აღდგომის მარხვა, ეკლესიაში ჩვენი ურთიერთობა, ოჯახში ჩვენი ურთიერთობა იქნება დალაგებული, იქნება დაწყნარებული, იქნება დამშვიდებული და გვეცოდინება რომ სულის გაყიდვის ფასად არ უნდა ავიღოთ რამე თანხა, რომ არ უნდა ვიყოთ პატივის და დიდების მოყარეობაში და სასწაულები ეკლესიაში არ უნდა ვეძებოთ და თანამდებობას, უყურეთ რა კარგი სიტყვა, თანამდები.
დიდი ვალი არ უნდა დავიდოთ. თანამდებობა ნიშნავს, რომ ბევრი ვალი დაიდეს შენ თავზე, ხო? დიდი თანამდებობა აქვს და უხარიათ ხოლმე. რა გიხარია, შვილო, ბევრი ვალი გაქვს, ბევრი, აბა დაფიქრდი კარგად. ასევე ეკლესიაში რატომ იყო ეფრემასური, რომ გაიქცა და დარჩა დიაკვნად? არ მინდა ღდლობა, იმიტომ რომ იცის რა არის ღდლობა და გარბის აქედან არ უნდა. და თუ შენ გინდა პატივი და დიდება ერში და ბერში, სერიოზულ ხიფში ხარ და სამკურნალო ხარ. თუ დასაწინაურებელი ხარ, დაგაწინაურებენ. არც ლუკმა არ მოგაკლდება და თუ სასწაულები და რაღაც ხილვები გინდა, სასწაული იცით რა არის? აი ეს უბრალო სეფისკვერი და ღვინო შიგნით ცოდვილი ღდლების ხელით გადაიქცევა სისხლად და ხორცად. და იესო ქრისტე რომ აღდგა, ამას წარმართი ისტორიკოსები ამტკიცებენ იოსებ ფლავიუსის თამადობით. აი ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს შემოკარგებო, ხო? და თუ ამაზე მეტი გინდა, ნერვოზი, ჩხუბი, აყალმაყალი, განკითხვა, რაზე იწყება სახში ჩხუბი, ხო? ეს იყიდე, ის იყიდე, ეს იყიდე, ის იყიდე, ეს დაძველი და ახალი ეს მოკლედ. სულ ამაზეა ჩხუბი, სულ ამაზეა უბედურება და ამ დროს რამდენი რამე მოგცა ღმერთმა და ისიც იმასაც ვერ ხვდები, რომ რამდენი რამე გაქვს სხვაზე მეტი. აქავე დავძენ, რომ იცით, რომ წმინდა ნიკოლოზის ფონდი არსებობს და თხოვთ, შემოგვაკლდა ტანსაცმელი, თქვენს ოჯახში ბევრი ნივთია, ტანსაცმელია, შესამოსელია, რომელიც არ გჭირდებათ. ჩაალაგეთ ლამაზად და მოიტანეთ და მე გაჭირვებულ ოჯახებში მივიტან. თქვენ ის აღარ გჭირდება, თქვენ ხო ახალი შეიძინეთ, ან უნდა შეიძინოთ და ძველი გაჭირვებულებს დაურიგოთ და აღარ ვიქნებით მერე ვერცხლის მოყარეობაში, დიდების მოყარეობაში და პატევის მოყარეობაში. ღმერთმა დაგლოცოთ, მაპატიეთ გამეგზელდა, მაგრამ ეს აუცილებელია. თუ ეს ადამიანმა არ იცის, მაშინ ის ვერ იქნება კარგი ქრისტიანი და ვერ იქნება კარგი ადამიანი. ჩვენთან არის ღმერთი.